მოგესალმებით მეგობრებო, დღევანდელ ვიდეოში მე გადავიხებთ კიდევ ერთ GTA 5-ის ვიდეოს. ამ ვიდეოში აგიხსნით, რომ ჩემი გარაჟიდან რომელი მანქანები არის საუკეთესო რომ იყიდოთ და რომლები არა. ასევე სანამ ვიდეოს დავიწყებდე, მინდა აუცილებლად თქვა, რომ ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ დადექით და ჩემს ვიდეოზე, რომელიც ლესტერის ქარხანაზე რო თქვი, რომ არის კარგი თუ არა 70 ნახვაზე რომ ამაყვანინეთ, ეგ არის ჩემი ყველაზე პოპულარული ვიდეო, 18 გამომწერზე ავედით და ძალიან დიდი მადლობელი ვარ ამისთვის. ეს თუ გავაგზავნოთ, შეიძლება ძალიან პოპულარული გახდებით და თუ პოპულარული გახდებით, იდეალური იქნება ჩემთვის, ყველასთვის იქნება. ამიტომ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა რომ ამოყვანით აქამდე, ამ შორს წამოვედით თქვენს გამო და დიდი მადლობა კიდე. ამიტომ ხა, უცებ დავიწყოთ ხა ვიდეო, მოდი ნაკრავი ლაპარაკი გავაკეთოთ. უცებ ვიწყო ყველაფერს და სიო. დავიწყოთ პირველი მანქანა, რომელიც იყო ჩვენ Duke of Death. Duke of Death-ზე რო თქვა, ანუ ესე იგი ძალიან კარგი მანქანა არის. მიდიალური 3 ბომბს უძლებს, კიდე შეგიძლიათ ასე Agency, სადაც ყავს ახლა მე გარაჟი გაკეთებული, მანდვე დადგეთ და იმანი tech upgrade-ი გააკეთოთ, აი. უცებ დადგებით. თქვენს მანქანაში ჩაჯდებით. აი, იმანი tech. აი, ესე გადახოთ მის Locan Jammer-ს არის, რომ მის Locan Jammer-ს არის ისეთი ნივთი რომელიც შეგიძლიათ იყიდოთ, ანუ რომ საშუალებას არ მისცემს Zopros Mark-2-ის და ესეთი ნებისმიერ თამაშისას თქვენს მანქანაზე, რომ ანუ რაკეტა გესროლთ, ანუ რა მისი სენსორებს პრობლემას ოქმნის და ეგრე. შემდეგი, ეს Nissan GT-R R35, რომელიც Atomic Early LG HR1 თუ R1 კი ქვია. ანუ იდეალური მანქანა არის, საკმაოდ სწრაფია, მაქსიმუმზე განჯოსებული, ტოპ-სპიდი თქოს მაქსიმუმია გაჩქარება. მაქსიმუმი მუხურჭევის სუსტი აჩქარებად კარგი აქვს. Traction არ ვიცი ეს ნიშნავს, გონი ეგაა. შემდეგი ვიჯულარტი იდეალურია, უფასოდ ვიშობა ეს მანქანა და access მისები გავაკეთე, ამაზე შეგიძლიათ ამჯერებით დააყენოთ, ელექტროც არის 0-დან 100-მდე არის რამდენიმე წამში. 1-3 წამში არის მაქსიმუმ 0-დან 100-მდე, 135 გავაკეთე მანქანაზე წინაზე მაქსიმუმი, ამაზეც იმანი tech upgrade-ით შეგიძლიათ გავინჯოს, აი, აქ ეთყობა გვერდით თვე. შემდეგი Peter Duxbury სილამაზისთვის თქვენ თუ გინდათ რამე კაი მანქანა აწყობთ, ეს აიღეთ. ამაზე 5 სხვადასხვანაირი სუპერის კაპოტის სუპერ კაუჩი შეგიძლიათ გაკეთოთ, რომელიც აქვს სუპერჩარჯერი, კიდე სუპერჩარჯერი, ბოლო ტურბინა და მე-5 აღარ მახსოვს რა არის. რა ეს შევეცადე რომ ერთ-ერთი თამაშიდან არის ეს მანქანა რა. მოიც გავიხსენო მე ეკეთოთ და ხანში. ეს უბრალოდ ანუ რატლოდერი არის, ანუ ეს ვიპოვე უბრალოდ გლიჩ გავაკეთე ამაზე. და სიო. ორი ზამეთ. რასაც ამოდირეს, ამაზე ეს შევეცადე რომ მაქვენიდან რომელიც ერთიდანაც ის მაგის სახელი არ ვიცი რა. ანუ ცადე გავეკეთებინო, ამდენი ტურბინე სუპერჩარჯერი მომბეს და თან მაგასაც მიმამსგავსე, თან ცოტა ჩემი სტილითაც გავაკეთე. რაგან აი სტაფილოს გავაკეთე აფერიც იყო. ტურბინები არ ქონდა მას საერთოდ, ესეთი დისკები არ ქონდა და უკანა ხარეს და ესეი არ ქონდა. აგა მიამსგავსე უბრალოდ. შემდეგი, ეს Dodge Viper-ი, რომელიც ეს 2018 წლიანი. ძალიან კარგია. ყველაზე სწრაფი მანქანა ის ჩემს გარაჟში. 156-ით გავიარე ამით წინაზე. ოღონდ Bravado Banshee GTS Insecured. ანუ ეს ძალიან კაი ხთაი, აჩქარება და წოფსიჩქეთი თქვის ბოლომდე მაქვს. ძალიან კარგი მაგარი სწრაფია. შემდეგი ეს ორი მანქანაც იდეალურია, აიღეთ, ეს არ ვიცი რა არის, ეს ვიცი კორვეტიც 3 თუ C2 არის, გონი C2 თუ C1 არის. C1 არის C2-ია, გონი თუ C3 აღარ მახსოვს. Corvette Classic ესეც მიასგავს ამერიკული მასაგან ეს ცეცხლები გავაკეთე, ბევრ ამერიკულ მანქანას ეს იყო ცნობილი. შემდეგი 2012 წლიანი Audi R8. ესე ძალიან კაი ესეთი რავი, თავიდან გქონდა წითელი შავში, წითელი მომბეს და მე ლურჯი შავზე შეცვალე, ეგეც კაი იყო, აგა მომბეს და ამიტომ ყავისფერი შავში გადავიყვანე შავი დისკებით, თუმცა უხდება საკმაოდ. შემდეგი, ჩემი ყველაზე საყვარელი მანქანა აქიდან, Subaru 22B, რომელიც არის ძალიან შემოსაყვარელი მანქანაგან, მაგრამ ასე Subaru და ყველაზე აის მომწონს, ამან დაწერა რა არის ისტორია ძალიან კარგად. და მანუ სიო რა, ესე იგი მიმამსგავსე დისკი, გარეგნულად ფერი
წყვირი, კაპოტი, სპოილერი, ბამპერი ყველაფრით რა. შემდეგი ესეც იგივენაირი არის, ოღონდ ეს არის 2012 წლიანი Dodge Viper-ი, სტოპ სიჩქარე მაქსიმუმზე 140-ით დადის. ოღონდ იმაზე HJS დავიაპგრეიდების შეიძლება დავეყენებინი და რატომ არ მაძლევს უფლებას არ ვიცი. ანუ მოაშორეს, ან უნდა გავხსნო რამენაირად და გავიგებ. შემდეგი ესეც ყავს ჩემი Mercedes-ი C63 AMG, რომელიც არის გოი თუ რომელი Mercedes-ია. არა, C63. ავიღე ესეთი მუქი წითელი შავში, კარბონ შავში ავიღე ეს შავით სკებით. ძალიან ლამაზი არის თუ იტყვით. სიჩქარე აქვს ძალიან კარგი, აჩქარება კარგი, მუხრუჭი ისე რა, აჩქარე შესახვევაში შესულა კარგი აქვს. ეს არის Audi დამოიზოლებელი მოდელი არის, ეს Audi ძალიან კარგი არის. აჩქარება კარგი, სიჩქარე უბრალოდ სიჩქარე კარგი, აჩქარება საუკეთესო, მუხრუჭები ისე რა, შესახვევაში შესულა კარგია. შემდეგი ეს მოტო იცი რას ვიტყვი? მანქანაზე რა გავიდა მოტოს გამოვტოვებ დღეს მოდი. შემდეგი ეს ჯიპი რომელიც გამოჩო. ქვია ეს მანქანა ძალიან კარგი ოფროადში, ასევე მე ამ მესეჯი ძალიან მეხმარება ეს საგა შემიძლია მოსახვეში მოკლე გზებით მოუჭრა ამით ძალიან კარგად. ეს ნახეთ რამ ხელა არის, ესე ბაგაჟი შეიძლება გააკეთოთ. ესე უფრო ადვილად თუ არ კესროლზე ვიდენ ესე შეგიძლია დააყენოთ. 4 კარიანი, 4 მეგოვა შეგიძლია ჩასვათ. ოღონდ ამას მისალოკონ ჯამარს დეგენი მოფში არ აქვს, ამიტომ ეგ აქვს ერთი მინუსი. პლუს გროჩტაილები შეგიძლია მაღალ დააყენოთ, რომ ანუ წყალი არ შეგევიდეთ და თქვენი მანქანა არ გაფუჭდეს, ანუ ერთი წვეთით კი ვაჩავიდეთ, ეგრე გაფუჭება თქვენი მანქანა. და ბომბს არ უძლებს საერთოდ. ამიტომ ეხ აქედან ჩემს გარშე უძლებს ხოლოდ 2-3 მანქანა ბომბს. პირველი ის ელექტრომანქანა რომელიც გაჩვენეთ ჩავი Elite და მეორე არის კიდე Duke of Defi. ესე გამოგვივიდა 7 წუთიანი ვიდეო. ამიტომ აქედან ვეწევ ყველა აიყიდეთ. ზოგი ეს რალის მანქანა სილამაზისთვის აიღეთ თქვენ თუ გინდათ. ზევითავიდეთ 2 წამი. დავიწყოთ. ეს შეგიძლიათ იყიდოთ, ანუ აქეთ თქვენ ყველაფერს შეგიძლიათ იყიდოთ თქვენი სურვილით თუ გინდათ. მე უბრალოდ აი ეს და ის GTA Viper-ი მომინდა უბრალოდ და ვიყიდე და თან ჭირდებოდა მაგას ტრაფი მანქანა. და ესეც ვიყიდე, მაგარი პირადული ბიზნესის გამო. და ესე კი, დღევანდელი ვიდეო სულ ეს იყო. დიდი მადლობა, არ დაგავიწყეთ და ლაიქოთ, გამოიწეროთ არხი, მომდენო შეხვედრამდე და ბედნიერი დღე გქონდეთ.